სალამი მოგესალმებით, ვაგზალებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. შემდეგი რამოდენიმე სერია, რომელიც ჩაწერილი იქნა, იყო განსხვავებული, უფრო ინტერვიუს სახეს ატარებდა და ოსტინ დანკენი ესეთი პიროვნება არის ერთ-ერთი მისი პასტორი, უტარებდა ინტერვიუს ეკლესიის ისტორიის შესახებ და გაიხსენეს ბევრი დეტალები, რომელიც მე არ ჩავთვალე როგორც კითხვები და პასუხები, ამიტომ ჩვენ გადავახდით ასევე რამოდენიმეს არ ქონდა ტრანსკრიპტი, PDF ფაილი და ამიტომ გადავედით პირდაპირ 66-ე ნაწილზე, რომელიც 2017 წლის 20 აგვისტოს იქნა ჩაწერილი და იქაც მე კითხვები, რომელიც იქნება უკვე განმეორებადი, შევეცდები რომ აღარ გამიმეორო, რომელიც უკვე 1-2ჯერ ჯონ მაკარტურს გაცემული აქვს. წარმოვიდეთ ამდენი ხნის განმავლობაში, ხო უკვე ჩვენ მოყვებით ამას უკვე თითქმის 40 წელი, ეგრე გამოდის დაახლოებით 2017 წელი და ბევრი კითხვები იქნა გამეორებული. ამიტომ მე არ ჩავთვალე საჭირო ბევრი შემეტანა და რამოდენიმეს გადავახტები. ეს კითხვა ძალიან საინტერესოა და ეხება ბიბლიდან ერთ-ერთ მუხლს, რომელსაც ენდრიუ სვავს. გამარჯობა ჯონ, მე ენდრიუ მქვია. დიახ, სალამი ენდრიუ, მე მიხარია თქვენი დანახვა, უპირველეს ყოვლისა კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება, ეუნება ენდრიუ ჯონ მაკარტურს, ეთქობა ჯონ მაკარტური დიდი ხნის განმავლობაში არ გამოჩენილა, ან წასული იყო. დიდი მადლობა. დიახ, მიხარია თქვენი დაბრუნება, მადლობა. და იწყებს, ჩვენ ვიცით რომ ჩვენ სულიერ ხსნაში ჩვენ წვლილი არ შეგვაქვს და არაფერს ვაკეთებთ იმისათვის რომ ჩვენ გადავრჩით. არამედ ეს არის სულიწმინდა ქრისტესთან ერთად, რომელიც მიგვიზღვის, რომ იესო ქრისტე არის ჩვენი ხსნის ავტორი და ამ საქმის დამასრულებელი. და ის არის პასუხისმგებელი ჩვენ სულიერ ხსნაზე. ამიტომ ჩემი კითხვაა, რას ნიშნავს შიშითა და კანკალით ვიღვაწოთ ჩვენი ხსნისათვის? და ჯონ მაკარტური ეუბნება, დიახ, ეს ფილიპელთა მიმართ ეპისტოლის მეორე თავია, როდესაც პავლე ამბობს, შიშითა და კანკალით ვიმოქმედოთ თქვენი ხსნისათვისო. იმოქმედეთ თქვენი ხსნისათვისო, ხო? მე წავიკითხავ ამ ადგილს მთლიან მუხლს, ეს ნაწილია მუხლის, მე-12 მუხლი ფილიპელთა წერილის მეორე თავის. ამიტომ ჩემო საყვარელო, როგორც ყოველთვის იყავით მორჩილი, არა მარტო მაშინ, როცა მანდ ვარ, არამედ უფრო მეტად ახლა, როცა მანდ არა ვარ. შიშითა და ძრწოლით იღვაწეთ თქვენს სახსნელად. ძალიან ლოგიკური კითხვა მე თუ მკითხავთ, ენდრიუს მე დასმული კითხვა და ბევრს მოვიდოდა ეს კითხვა და ალბათ ბევრი ამ კითხვას იყენებს არასწორად, რომ თითქოს და ჩვენი ღვაწლით, ჩვენი შრომით, ჩვენი მუშაობით უნდა ვიხსნათ ჩვენი სულები. და ამაზე აგებული ხო კათოლიციზმი, ამაზე აგებული მართლმადიდებლობა და ძალიან ბევრი რელიგიები. ხო, ისლამი, ყველანი აბსოლუტურად, ხო? ამას სერიალს უსმენდი და იქაც ინდუიზმი, ბუდიზმი, ასე რომ ბევრს აქვს ეს. ეხლა ჯონ მაკარტური ეუბნება. ეს უბრალოდ ამბობს ენდრიუ. თქვენი ხსნა, თქვენ უკვე ღმერთმა მოგანიჭათ. ის შინაგანად არის, ახლა თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ ის გარეგნულადაც გამოჩნდება თქვენ ცხოვრებაში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სიტყვით იმოქმედეთ. იცხოვრეთ ისეთი ცხოვრებით, რომელიც თქვენ ხსნას ავლენს და წარმოაჩენს, რომ ვიყოთ მარილი და სინათლე სხვებისათვის მოწმობად. ასე არ არის, განა ეს არ არის ქრისტიანული ცხოვრების რეალობა? მე ვგულისხმობ იმას, ასე უნდა ბრწყინავდეს თქვენი ნათელი ადამიანების წინაშე. რათა ნახონ თქვენი კეთილი საქმეები და განადინონ თქვენი ზედციერი მამა, გასვოთ იესო ქრისტე რას ეუბნება მოციქულებს. და ეს ზუსტად იგივეა, რომ ბრწყინავდეს თქვენი ნათელი. პავლე ამბობს, რომ ჩვენ უნდა ბრწყინავდეთ როგორც ნათობები ამ უკუღმარ თაობაში. ასე რომ თქვენი ხსნისათვის მუშაობა და ღვაწლი, ხომ? არ ნიშნავს თქვენი ხსნისათვის იმას, რომ ამითი მოიპოვებთ თქვენ ხსნას. ეს მხოლოდ ნიშნავს იმას, რომ თქვენი ხსნისაკენ ისწრაფვით. ეს არის იმის გამოვლინება, რაც ღმერთმა თქვენ გულში უკვე შექმნა, დაბადა. და ეს რა თქმა უნდა არის ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ჩვენს ქრისტიანულ ცხოვრებაში. ეს არის ბრძოლა ცოდვის წინააღმდეგ, ეს არის ბრძოლა მორჩილებისთვის და ეს არის მადლის, ლოცვის, ბიბლიის შესწავლის, ქრისტიანული ზიარებისა და უფლის ტრაპეზზე ყველა საშუალების გამოყენება. და ეს ყველაფერი არის მადლის საშუალება, რომლითაც ჩვენ ვახორციელებთ იმას,
რაც ღმერთმა უკვე შინაგანად ჩვენში დაბადა და შექმნა. და ჩვენ ამას ვაკეთებთ იმიტომ, რომ იმავე მუხლში ნათქვამია, რადგან ღმერთს სურს ამის გაკეთება თქვენში, რომ ის გამოცხადდეს. და ეს არის ის, რაც მას სიამოვნებს. მან თქვენ სიამოვნებით გაგხადათ შინაგანად გადარჩენით, ახლა კი თქვენი ჯერია, რომ მას უნდა ასიამოვნოთ თქვენი გარეგნული ამ ხსნის მოქმედებით. და ენდრუ სვავს, როგორი უნდა იყოს ჩვენი შიში და კანკალის დამოკიდებულება? როგორ უნდა გამოვლინდეს ეს, პასტორ ჯონ? და ჯონი პასუხობს, იცით, შიშისა და კანკალის დამოკიდებულება სიწმინდის ორმაგი мотиваციის ნაწილია. მე მინდა ვიფიქრო და შესაძლოა თქვენც ასე ფიქრობთ, რომ თქვენ ღვთისმოსავი ცხოვრებით უნდა იცხოვროთ ქრისტესადმი სიყვარულით. და ეს არის მიზანი და ეს არის ის, რასაც ნიშნავს სულიერი სიმწიფის ჭეშმარიტების მიღწევა. მაგრამ საქმე იმაშია, რომ განწმენდის პროცესში ცოდვას ჩვენში იმდენად დიდი ძალა აქვს, რომ ქრისტესადმი სიყვარულით мотиваცია გვჭირდება. ჩვენ გვჭირდება შიშის ჯანსაღი შეგრძნება. ჩვენ უნდა ვიცოდოთ, რომ ვისაც უფალი უყვარს, ის რას? ის სჯის საკუთარ თავს. ის დისციპლინას მიმართავს, როგორც ამას მოციქული პავლე გვეუბნება. ჩვენ უნდა მოусმინოთ მცნებებს, როგორიცაა იუდას სახარებაში, დარჩით ღვთის სიყვარულში, დარჩით იქ, სადაც მის სიყვარულს განიცდით და არა იქ, სადაც მის დისციპლინას განიცდითო. ამრიგად წმინდა წერილში არის ორი აქცენტი, რომელიც განწმენდისაგან მიგვიწვევს. ერთია ღვთის სიყვარული, რომელიც გვიზიდავს, ხოლო მეორე ღვთის შიში, რომელიც ჩვენ გვემუქრება და რომელსაც ჩვენ ყველანაირად კონტროლს უწევთ და ყურადღებას ვაქცევთ. ქრისტიანად ზრდასთან ერთად შიშის ფაქტორი ნელ-ნელა ქრება და სიყვარულის ფაქტორი იწყებს დომინირებას და წინა პლანზე ეგადმოდის. სწორედ ეს არის სულიერი სიმწიფე, როდესაც შეგიძლია დავითთან ერთად თქვა: "ო, როგორ მიყვარს შენი რჯული." შენ უკვე გასცდი მოწაფეობის ასპექტს, გასცდი სულიერი შვილობას და გახდი სულიერად ზრდასული და სიყვარულით ახარ უკვე მოტივირებული და არა შიშით. გასაგებია? დიახ, მადლობ ჯონ, გასაგებია. და მე დავამატებდი, მშობელისა და შვილის მდგომარეობაში წესია გარკვეულწილად, როდესაც ეს შიში მაგალითად არის ხო რაღაც მოშიშობა, როგორ ნაყოფს იღებს და ნელ-ნელა როცა ბავშვი იზრდება, უკვე იგებს მამის ესეთ დამოკიდებულება, რითი იყო განპირობებული და ეს უკვე გადადის გონებრივად უკვე სიყვარულში. რომ ისიც მერე ნელა იზრდება და როცა უკვე მშობელი ხდება, ჩვენ ყველანი ამას ვიხსენებთ თუ როგორი ის იყო. ამას წინებზე ჩვენ ერთ-ერთმა სტუმარმა გაიხსენა ბრონქსის ისტორია და მართლაც ჩვენი საყვარელი ფილმიც არის და იქ არის ზუსტად ესეთი მომენტი, როდესაც ამბობს, ხო, მე მგონი მაკიაველიდან მოაქვს სანის ამ გმირს, ამ ფილმისას. არის ადამიანები იმართებიან ორი რამითო, ან შიშით, ან სიყვარულით. მე ვირჩევდი შიშსო. ამან ახსენა, იმიტომ რომ შიში ადამიანს უფრო მობილიზებულს აყენებს და სიყვარულს ხედავთ ადამიანი ვერ ენდობა, სიყვარული შეიძლება რაღაცნაირად მოგადუნოს და შეცდომა დაგაშვებინოსო. ეს იყო მე მგონი მაგის мотиваტორი, მაგრამ ჩვენ ქრისტიანებს ჩვენ არ გვეშინია, ჩვენ უფრო და უფრო გვიყვარდება ღმერთი და ეს საოცრებად ყველანაირ შიშს ფანტავს და ჩვენ უკვე მოქმედებთ სული წმინდით ნებისმიერ საკითხში და არ გვეშინია თუნდაც რაღაცა შეცდომა დაუშვით, ჩვენ გვაქვს მისასვლელი ღმერთთან, თუ როგორ გამოვასწოროთ ეს. მაგრამ გზა და გზა როცა ადამიანი იზრდება, უფრო და უფრო ნაკლებ შეცდომებს უშვებს. აი ეს არის მეც რაც მინდოდა ამაზე დამემატებინა. მადლობა მოსვენისათვის.